ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მყარი-ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა. პარალელურად იხურება ძველი ნაგავსაყრელები, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. ახალი ობიექტის მშენებლობა გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს, ასევე გააჯანსაღებს გარემოს. ამასაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2 წელია უკვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სეპარირება, ეს არის ქაღალდის და მუყაოს ნარჩენების, ხდება მისი გადამუშავება, ახალი ღირებულების შექმნა. ასეთი მოდელი ძალიან კარგი იქნება თუ სხვა რეგიონებში დაინერგება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი როგორც გამორჩეული მუნიციპალიტეტი დასუფთავების მიმართულებით და ყველაზე სუფთა ქალაქი მთელ საქართველოში, ამ მიმართულებით ძალიან წინ არის წასული. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს რეგიონში ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი შენდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხლში, სადაც იქნება სხვადასხვა მიმართულებით მომსახურეობა, იგივე სეპარაციის მიმართულებით და სწორედ ახლა ვიმყოფებით ადგილზე, სადაც სეპარაციის კუთხით ხდება როგორც ქაღალდის, ასევე პლასმასის სეპარაცია და შემდგომ გადამუშავება რეალიზაციის მიზნით. ამ მიმართულებით ზუგდიდი არის როგორც საპილოტო ქალაქი და მომავალში გვაქვს კიდევ გეგმები, რომ ამ მიმართულებით გავაძლიეროთ როგორც ტექნიკურ ნაწილში, აღჭურვის ნაწილში, ასევე მეთოდოლოგიის ნაწილში.